time I met her, I was in better shape. I should have learned from the first time, but here I am again. Oh my lover, where have you gone? All I want is your easy love. Oh my lover, where have you gone? How I mourn that day I lost your easy love, and I want your easy love, and I miss your easy love. ადრე ჯერ დაიცი. სად იყო? წყალი დავიგეს. მეგონახე როგორ გაგიტკიცინე? სად არის? არ გამოსულა ჯერ. არა, ხუჯერ დაიშალათ, ხან გაშლილი მოწონს, ხან შეკრული. აბარა, ესეთ უნდა იყოს გოგო. იმავს მიაქციეთ ყურადღება, თორე სარკესთან აი ამდენი წრიალით თავრო დაეხო. შეშვით რა, უხარია ბავშვს, რა გინდა? უხარია თუ ცოტა ნერვი უობს ეგ. აიმე ხო, აფორიაქებულია. პირველად მიდის ისეთ დაბადების დღეზე, სადაც იუბილერის გარდა არავის იცნობს და ხომ და მოაწონოს ყველას თავი. ვაიმე ბებოსი. ცოტა ადრე ხო არა ჯერ. რანჭვა მასაკი არ იცის. დე, ეს კარგია თუ გავშალო. კაია დე, თან გიხდება, თან გონი ზედასაც უფრო მოხდება აწეული. ხო, ბებო, მეც ესე მომწონს, შენი ლამაზი სახე კარგად ჩანს. მიღას მეკითხები, ხო იცი რომ მომწონს ყველანაირად. ეგრე არ მინდა. მამიკო, თუ ყველაფერი გიხდება, არ უნდა გითხრა რომ ყველაფერი გიხდება მეთქი? ეგ უნდა ვიტყვი.
მოდიჩა. მოდი დაჭერდი და უცებ ჭამე. მიდი. მე გადაიწვი ზედა რომ არ დაგესვაროს. და რომშია? სუსუ ცოტა. აი მეში სუსუ ცოტაში. დედა რა დამჩერი ეს ბავშვი და რა ჭკვიანი რა ვქნა. შენ 4-ზე ვერ გამოხვალ ხო ვერანაირად. არა, გამორიცხულია, პაციენტები მყავს ჩაწერილი. რა, ანუ დაბადების დღეზე ვერ წამიყვანთ? არა მა, უბრალოდ ვკითხე. საგიყვან მე. დაახوار და გაგვიანდება. არა მამიკო, აი არც ერთი წუთი არ დამაგვიანდება. აი 4:30-ზე ვიქნები დარჭყობილი შენ სკოლასთან. ბებო, შენ არი ნერვიულა. მამა თუ ვერ შეძლებს მე წაგიყვან. დე, ნუნუ არ მოდის დღეს? ხო, მაგრამ უცხო ხო არ არის რა მოხდა, დაურეკავ და ცოტა გვიან მოვან, კიდე ხვალ მოვან. ანუ არ მაქვს პრობლემა მეთქი, უბრალოდ ვიკითხე. ისე შენ გაერთობი, მარტო დედები იქნებიან. სწორედ ეგ მიზარება ეხლა. ხო და თუ გინდა დატოვე და მე მიაკითხე. აი არაა პრობლემა. გადავიდე ხოლმე. ნიკა, რას აკეთებ დედა ამდენ ხანს? გაცივ და ჩაიც და ბლინიც. მიდი ხარ სადმე? სამსახურში და სად უნდა მივდიოდა? სამსახურში ხდება რამე? არაფერი, რა დამეკითხა? ის დაბადების დღე რამე მნიშვნელოვანი შეხვედრა. არა, დედა, ჩვეულებრივი დღე არის, რა ხდება? რა ვიცი, შვილო, 1 საათია ვერ გადაწყვიტე რა ჩაიქ. ესენი ვიყიდე გერმანიაში და იქ მოზონვა ვერ მოვასწარი და აი რაში ყოფილა საქმე. რა შეყოფილა? არაფერი შეარ წამოდი ხე ბლინი გაჭამ. აუ ეს ბლინი არ მინდა დე რა. ვარჯიშს ისედაც ვერ ვახერხებ და ხა ეს ბლინები რომ დავაყოლო კიდე ცოტა ზედმეტი მომივა. იკოს რა მოგივა ზედმეტი, ისედაც გამხდარი და გაჩხიკინებული ხარ. და საერთოდ ექიმა კაცმა უნდა იცოდეს რამდენად მნიშვნელოვანია დილის საუზმე. და ვარჯიშიც. ოდა მივა და დავიწყებ ხა დარბაში. ისედაც იღლები და ეხლა კიდე უნდა ივარჯიშო. დედა ვარჯიში არის განტვირთვა. თა ფორმაში ჩავდგები. ჩემი ბრედ პიტი. გაიღე ეს უნდა მიყურო. არა დედიკო, ეხლა გასაუზმებ. მე მივალაგებ აქაურობას და ეთოსთან წავალ რა ცოტას გავამხიარულებ. ცუდად ხო არა? ანუ ემოციურად ცუდად ყოფნას გულისხმობ. არა დედა არა. ხო იცი რანაირი ტიპი არ წუწუნებს. არაფრით არ დაგამძიმებს თავისი. ხო ეგ მე შევამჩნი. რომლისკენ მიდიხ? ალბათ სადილისთვის რა იყო? არაფერი, რაღაცა ლაითი დღე მაგდრე სამსახურში და მეთქი რომ გამოგივლიდი თქო. ტრანსპორტში ორი ჭეჭყო რა. გაისიზავდე რა. კარგი, მაშინ პირველზე დაგირეკავ და შევთავაზეთ. კაი და ოღონდ ახლა წამოდი ჩაი მაინც დალი არ გამაგიჟო. წამოდი. კარგი, ხო, მოვდივარ. გამდი 1 წუთი რა. მშვიდობა. არა, არ არის მშვიდობა. წამოდი და შენ თვითონ გაარკვევი. უკაცრავად 1 წუთში დავბრუნდები. ჩქარა. გამარჯობა გოგოება. რა მოხდა? აი ეს ქალბატონი თავხედურად მიმკიცებს, რომ შენთან პირველის ნახევარზეა ჩაწერილი. 1 წუთით. კალანდაძე ხო? დიახ, თუ არ ვწდები მეზოთერაპია. კი ერთი კვირის წინ ჩავეწერა. მე 5 დღის წინ ჩავეწერე ზუსტად პირველის ნახევარზე. ჩახედეთ და ნახავთ. ბოჭორიშვილი. ერთი და იგივე დროს ჩამიწერი ხარ? და ეხლა რა ვქნათ? იცით მე სხვა დროს არ მცალია ეს 2 საათით წილს ვიყავ. ანუ მე მოსვლილი გონივართ. და რომც ვიყო, მაინც არ დაგითხოვდით. თუ გცალიათ იქნებ მართლა ხვალ მოხვიდეთ და ნებისმიერ დროს თქვენ როცა მეტყვით მაშინ ჩაგწევთ. ანუ შენც მოსვლილი გონივარ და შენი შეცდომის გამო მავალდებულებ რომ ყოველდღე აქ ვიყავ. არა, რას ბრძანებთ? მე უბრალოდ გთხოვეთ. რა მთხოვეთ რა რომ თქვენი უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამო მე დავზარავდე? წარმოუდგენელია. იცით რა, საერთოდ ამომშალეთ, არა მხოლოდ დღეს, არამედ სამშაბათის პროცედურიდანაც. ჩემი ფეხი აღარ იქნება აქ. დაწმარდით, რამეს მოვიფიქრებ, თქვენ ჩვენი საყვარელი კლიენტი ხართ. ხო და გადასარევად ექცევით საყვარელ კლიენტებს, ასე გააგრძელეთ.
თქვენ ყავს ვერ მირთმე? არა, მადლობა, იმედი ესეთ უსიამოვნებაში მეორე აღარ გამხობთ. 10 წუთში შემოგბრძანდით დავასრულებ პროცედურას და მიგები. მართლა არ ვიცი როგორ დამემართა ეს. არ ვიცი, მარიამ, ეს ბოლო დროა ძალიან არეული ხარ. მართალია დედაჩემის ამბებმა ძალიან ამრია. გასაგებია, მაგრამ იქნებ რამენერად პირადი ცხოვრება და სამსახური ერთმანეთთან გამიჯნო. მოთორე სხვა დროს მომიწევს, რომ ჯარიმა დაგიწერა. რა ჯარიმა? ახალი სანქციები შევიმუშავე. დაგვიანებას და მსგავს რაღაცებზე ყოველს დაგეკვირდებათ ხელფასებიდან. რა? მარიამ, ძალიან კარგად იცი, რომ დიდ პატივს გსცემ. და რო არ გცემდა პატივს, ახლა შევიდოდი და რუსოს ყველაფერს ვეტყოდი. მაგრამ შეც ბევრჯერ დაგიფარებია ჩემთვის ხელი. და მომადური არ ვარ. მაგრამ ძალიან გთხოვ რა. ამით ნუ სარგებლო. ცოტა მუცელი მივუყურებს. რატომ მან? კომისარი ჭუჭამე? ტკივა ხა? არა, მა, კი არ მტკივა, მიბუყბუყებს. აი გეგონება ლიფტი, ადის და ჩამოდის. მუცელში ყავს ლიფტი მა? თან მოძრავი? ხო, აი როცა რამეთებ ნერვიულობ, სუსტად ესე მომდის ხო? აი ხარ აზე ნერვიულობ. 1000 რამეზე. ხო და ეს ანამ ლიფტი ჩამოვა გვაგდრო და აბა მოყევი. აი მაგალითად ის რომ მოეწონება თუ არა კატოს ჩემი საჩუქარი. აჰა. მეორე კიდე მოეწონები თუ არა კატოს მეგობრებს. მოდი მაგ ლიფტს უთხარი გაჩერდეს. იმიტომ რომ კატოსაც მოეწონება შენი საჩუქარი მა. და ის შენზე ხომ ისი მეგობრები ვაფშე გააფრენენ. მართლა? 1000%-იანი მა. შენ ხარ? ძალიან მაგარია. დედას ეუბნებოდი არ დააგვიანებს და არ მოუდინებს თქო. გილოცავ. მეც გილოცავ კატო. გამარჯობა. გამარჯობა გილოცავთ კატოს დაბადების დღეს. ეს შენ. ელენე, შემოდი, სუფრას ვაწყობთ. აუ დე, ჯერ ჩემს ოთახში შევალთ რა. ელენს საჩუქარს ნახავ და მე მოგეხმარება სუფრას. კაი, შეცით, მიდი. რომელზე გამოვყარო? ვაიმე არ ვიცი, გვიან, მაგრამ თქვენ რატომ უნდა შეწუხდეთ? ჩვენთან მოვიყვანთ. ძღოლი მოიყვანს, როცა ელენეს მოუნდება. ხო, რა ვიცი, მე რიდებაცო. არა, სულ ტყუილად, ელენე მისე მოგხვიბლა ყველა, გადასარავი გოგო გყავთ. ძალიან დიდი მადლობა თქვენს და წავალ მაშინ მე. ელენეზე არის დარდოთ. კარგით, ნახოთ. როგორიც შეხომე გაქცევა დარჩენილი ყავი ვახშამზე. არა კაცო რა ვახშამზე მთელი დღეა აქ ვარ, მიდი ეხა შენ წამოწექი დაისვენი, მე წავალ. რა დავისვენი? დასვენება ცოტა ხანში იქით. აჩერდი ეხა შენ იქით წასვლა кайხნით გადადებულია. შენ მე ხელწამოსაკრავი ექიმი კი ნუ გონი ვარ. მე ხალხი ჭკუას მეკითხება ეთო. ხო და კარგშვებიან რო გეკითხებიან, მთელი ცხოვრება ტყვიანი იყავი, არ გახსოვს დავალებებს რო ვიწერდი შეკარ. მოისაწყლა ეხა თავი. დავალებებს იწერდი კი არა, მარტო მათემატიკას იწერდი და თემებს ჩემზე უკეთესად წერდი შენ. სახლში რო შემოხვიდეთ და იქ აქოთ არ კიდე ერთმანეთი. გადი ხარ დედა უკვე. ხო, დე უნდა